მოგესალმები. გამარჯობა. მოგესალმები მათე მოტორსის სათაო ოფისიდან. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენ ერთი რამ ჩავიფიქრეთ. დღეს 3 საათზე. დღეს 3 საათზე ჩავიფიქრეთ და ახლა არის 8 საათი. და 8 საათზე ის რაც ჩავიფიქრეთ, მე მგონი შევასრულებთ. აქ არ არის ავტომობილების პიარი დღეს. აქ არ არის ავტომობილებზე საუბარი დღეს. აბა რაშია საქმე? მეტა რაში? რაშია საქმე? რაზე უნდა ვისაუბროთ? ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. მოდი, დღეს მე და კეთი ვისაუბრებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმეზე. საქმე, რომელსაც თქვენ აი ამ წუთების შემდეგ ნახავთ, დედამიწის ზურგზე. მტერიც რო იყოს შენი, იმასაც მოეწონებოდა. და რა უნდა იყოს ისეთი, ხო? მოდი ვნახოთ ყველამ ერთად რა არის ეს. ჩემო კეთი, ჩვენ დღეს რაც ჩავიფიქრეთ, ის უნდა აუსრულოთ და ეს უნდა ავასრულოთ. ჩვენ მათე მოტორსელები ვართ სიტყვის ხალხი, ხო ესეა? აუცილებლად. Yes. ჩვენ დღეს ერთ პატარა საქმეზე მოგიყვებით. დღეს სამსახურში როგორც მოვედი, ჩავრთე ტელევიზორი, უყურებდი მას და გამანაწყენა ერთმა ძალიან მნიშვნელოვანმა კადრმა. და ეს კადრი ნახა თელმა საქართველოს. და ეს იყო გულთან მისატანი. გულთან მივიტანე, ძალიან ცუდად გავხდი, 60 წლის განმავლობაში რა პრობლემა არ გადამილახია, მაგრამ ეს პრობლემა დღეს მე უნდა გადამელახა და ის რაც დაიდო ამ Facebook-ებზე, თუ Instagram-ი, თუ რა ვიცი, რა ქვია სახელი, მინდოდა რომ რამენაირად იმ ადამიანისთვის შემომებრუნებია და ეს მე მგონი ჩემს გუნდთან ერთად დღეს ეს ჩვენ შევძელით. მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს ქუთაისში და ჩემს მეგობრებს თბილისში, რომ მე ირადა დღეს 3 საათზე ჩაფიქრებული დღეს რამენაირად ამესრულებია. და რა არის ეს? ეს არის ქუთაისელი კაცი. შიშმო პირი. მსოფლიოს სამგზის მკლავჭიდელი. ვახტანგ ახობაძე. და მოდი მივესალმოთ ვახტანგ ახობაძეს. ის უკვე 3 საათზე ავტომობილში ჩაჯდა და 8 საათია და არის ჩვენთან. და მას ჩვენ მიულოცავთ საქართველოს გამარჯვებას. მობრძანდით, მობრძანდით, წამობრძანდით. მოდი შევეგებოთ ბატონი ვახტანგ ახობაძე, ქუთაისი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. დღეიდან ჩვენი ძმა და მეგობარი. მან ასახელა მთელი საქართველო. მოეფეროთ და მიულოცოთ ეს გამარჯვება და გილოცავ. ეს არ არის ქუთაისის გამარჯვება, ეს არ არის თბილისის გამარჯვება, ეს არის მთლიანად საქართველოს გამარჯვება. და ესეთი გახარებული, როგორიცა ვარ დღეს, არასდროს არ ყოფილვარ. ერთჯერ ვიყავი მარტო, როცა ცოლის დედას დაბადების დღე გადავუხადე. მობრძანდით, მობრძანდით, მობრძანდით და მობრძანდით.
მობრძანდით, დავბრძანდით. ბატონო ვახტანგ, დავბრძანდით. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი მქონდა მე და კეთის და ჩემს გუნდს, რომ ჩვენ დღეს თქვენთან შეხვედრა მოგვეწყო. ჩვენ შემიძლია ბიბლიაზე დავდო ხელი და ვთქვა, რომ 3 საათზე ვნახე ის გადაცემა, რომ ვიღაცა გულნაწყენი წერდა, რომ აეროპორტში ბატონ ვახტანგ ახობაძეს არავინ დახვდა. აი როგორ გითხრათ, სრემლები წამომივიდა და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ადამიანი დღეს ჩვენს გვერდზე ყოფილიყო და ჩვენ მას ყველაფერს გავუკეთებთ, რომ მეოთხეჯერაც მოიგოს, მეხუთეჯერაც და მთელი ქვეყანა ასახელოს. მას უნდა მიბაძოს საქართველოს ახალგაზრდებმა. სპორტზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. ბატონო ვახტანგ ძალიან ძნელი იყო, ძალიან რთული იყო და როცა მე უყურებდი აი ამ კადრს, რომ შენ ხელი გადმოგიწია, მაგრამ ბოლოს იმდენი ქენი რომ ვერ საუბრობ, ისეთი აღტოვანებული ვარ, ჯერ გაბრაზებული იმ კადრიდან გამომდინარე, აეროპორტიდან გამომდინარე და ახლა კიდე ბედნიერი და გახარებული. და შენ როცა ის დაამარცხე, მას მთელი სოფლიო უყურებდა და დედამიწის ზურგზე მტერიც რო ყოფილიყო, მაინც გაუხარდებოდა და გილოცავ აი ამ გამარჯვებას. გილოცავ აი ამ დიდ გამარჯვებას და დარწმუნებული ვარ, რომ უყურებს მაყურებელი, მთელი მსოფლიო უყურებს ახლა ამას უყურებს ჩვენი პარტნიორები. ეს არ არის ბიზნესი, ეს არის უბრალოდ თქვენთან დღეს შეხვედრა და გვინდა რომ რაღაცნაირად მოგეფეროთ და ერთი რაღაცით გაგამხიარულოთ. ძალიან ძნელი იყო, არა? ძნელი იყო. რა თქმა უნდა, ძნელი იქნებოდა. ასეთი ნავარჯიშები, ესეთი ხალხი, რომელსაც უზრუნველყოფილი არიან ყველაფრით, მოდის, ვარჯიშობს, იქ ხო იცით როგორ არის? რა ქვია ბიძია, სუდია? საჯი. ხო, საჯი. მაინც ხო იცი, საჯი, მაინც რაღაცა თვალებს აცამცამებ და რაღაცა ისე არ მომეწონა, მაგრამ შენ არ მიეცი მას არაფრის საბაბი და ის დაამარცხე. და მთელი საქართველოს სახელით გილოცავ ამ გამარჯვებას. ამაზე უკეთესი მე პირადად მე არ ვიცი, ამაზე უკეთესი სიხარული ჩემთვის არაფერი არ არის. დღეს შენ პირდაპირ ჩამოგიყვანეთ თბილისში, მათე მოტორსის ცენტრში და ჩვენ გვინდა პატარა სურპრიზი გაგიკეთოთ. მობრძანდით. მოკლედ მობრძანდით ხალბატონო. ბიზნესი სხვა რამეა. ბიზნესი ცალკე თემაა. სპორტი კიდე ცალკე თემაა. მე მთელი ჩემი ცხოვრება მიშრომია და აი ასეთ ძვირფას ადამიანებს დავხმარებულა. ასობით და ათასობით. ეს იცის იმათმა და იცის ღმერთმა. მე არასდროს არაფერი არ მიპიარებია. ეს უბრალოდ ხოში მომეცა, რომ აი ამ ადამიანს მოუფერებოდი როგორც საქართველოს საამაყო შვილს. მოდი ბიზნესში ესე იციან. მე იცი შენ 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო მითხრა, რომ უმაღლეს დონეზე არ აგაკო განათლება მიღებულიო და 6 წელი ციხეში გამეშვეს. უმაღლეს ისა იქ რომ უმაღლეს სასწავლებელი ბოლომდე დამემთავრებია. დავამთავრე, მოვედი და იქ ესეთი რამე ვისწავლე. სულ საჩუქარი არ გამოდის. უნდა იშრომო და უნდა მიაღწიო, ხო? მე ამოდენა ბიჭი ვიყავი, დღე და ღამე ვშრომობდი, დღეს ყველა ისვენებს დედამიწის ზურგზე ადამიანს, ჩემს სამეზობლოში ცხოვრობს 700 ლარი აქვს.
700 ლარი აქვს ხელფასი და დასასვენებლად არის წასული. მე 1100 ლარი მაქვს ხელფასი, ხო სხვაობა არის და მე დასასვენებლად ვერ წავედი, იმიტომ რომ შრომას ვარ მიჩვეული და აქ რაღაც ბევრი რამე მაქვს დასალაგებელი. და ესეთი რამე მასწავლეს და ესეთი რამე ვისწავლე და ერთ-ერთ ძვირფასმა ადამიანმა, სოფლიო დონის ბიზნესმენმა ესეთი რამე დაწერა. ყველაფერს უნდა მიაღწიო შრომით და ჩვენ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ სტიმული, რომ წაიქცევი უნდა ადგე და ვახტანგიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ეს სიტყვები დღეს ესე გვეთქვა. მაგრამ არის ერთი რამ. ახლა ჩვენ თქვენთვის გვაქვს ძალიან კარგი საჩუქრები, მაგრამ არის საჩუქარი და არის საჩუქარი. მეც ძველი სპორტსმენი ვარ, შენ ახალგაზრდა ხარ. მოდი მე და შენ დღეს დავეჭიდოთ კლავჭიჩი ერთმანეთს და თუ შენ მე დღეს მომიგებ, მაშინ შენ მიიღებ უძვირფასეს საჩუქარს, რომელიც აი ამ გოგოებსაც ძალიან მოეწონებოდა. მოდი მოვსინჯოთ. მოდი ვახტანგი ხიდან. საჯი შენახა. აუცილებლად. იცოდი არ წამაგებია. ხო, შევწყვეტ. უცებ წითელი აირია. ცოტა გვეშინია. და როცა მე უყურებდი აი ამ გადაცემას, აი მოპირისპირე თუ როგორი ტყვიან ხარებ, დიახ. ვახტანგის აქამდე მიიყვანა უკვე ამარცხე, არა ესე არა, ესე. ესე ამარცხებდა და უცებ მან მოიგოდა ულოცავ ამ გამარჯვებას. ბატონო ვახტანგ, გილოცავ ამ გამარჯვებას. მე დღეს საჩუქარი მინდა გადმოგცე სულით და გულით. ჩვენ არ გვჭირდება რეკლამა. ჩვენ არ ვაკეთებთ რეკლამას. ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით იმას, ვინც ღირსები არიან და შენ ნამდვილად ეს დაიმსახურე. მათე ბარკალაია და ჩემი შვილიშვილები დღეს არიან უცხოეთში და ისვენებენ. შორს არიან, თორემ აუცილებლად ჩამოვიდოდნენ და ძალიან უხარიათ, რომ თქვენ დღეს აქ ხართ. მათე ბარკალაია და მე, ჩემი შვილი, მათე და ჩემი შვილიშვილები დუბაიში წავედით, როცა წელიწად ნახევრის უკან ვახტანგი იქიდან მოვედი იმ დასაწვავი ადგილიდან. და მათეს საჩუქარი გაუკეთეს. ეს საჩუქარი არის მათესი და მთხოვა, რომ მისი უჯრიდან გამომეტანა და თქვა, რომ სიძე რო გავხდები, იმ დღეს უნდა გავიკეთო. მაგრამ დღეს მთხოვა, რადგან ის აქ არ არის, აი ეს ძვირფასი საათი თქვენთვის გადმომეცა. მოდი, აჩვენეთ. მოდი, აჩვენეთ. მოიციეთ. ეს არის ძვირფასი საათი, რომელიც დუბაის ერთ-ერთი პირველი პირის შვილმა მას აჩუქა. სავარაუდოდ მოგეწონება. ქუთაისში ბევრი შავი მასტის ხალხი ბევრია და ეს აქ შევინახოთ, წაიღებ, ხელზე გააკეთებ თუ რა. მაგრამ ისინი ყველა ჩემი მეგობრები არიან და შენ ამას არ გაკადრებენ და დიდ მოკითხვას უთვლი ყველას და თელ ქუთაისელებს მინდა უთხრა, რომ თელი ქუთაისში არ დაუბადებულ ვარ, თორემ იქ გავიზარდე ზასტავაზე და მოკითხვას უთვლი ყველა ქუთაისელს. ქუთაისი ბევრმა ახალგაზრდებმა ასახელეს, მაგრამ უნიშნელოვანია ვახტანგის იმ დღევანდელი დღე.
ჩემო ვახო, აი ეს ძვირფასი საჩუქარი შენ მათემ გაჩუქა, მათე ბარკალაია. ეს მეორე საჩუქარი არის კიდევ მათესი. ეს როგორი სათვალეა, იცით ბიჭებო და გოგოებო. ქუთაისელებს რო ეკადრება სიმონ. და შეხედეთ, წაიკითხებიზია. კარტიე არის, ღმერთი. ეს არის კარტიეს სათვალე. ახლა მათეს ამბავი ხო იცით? 3000-ში ექნებოდა ამორჩეული. და აი ეს სათვალე, კარტიეს სათვალე. აბა გაიგეთე? აი ნამდვილი ქუთაისელი, აი ეს კიდევ მათესგან და ჩემი შვილიშვილებიდან არის რა თქმა უნდა საჩუქარი. რაც მთავარია და ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ როცა მიდიოდით შეჯიბრზე ხატს ემთხვიეთ და აკოცეთ. ეს არის მოიწიეთ, ეს არის ციხეში გაკეთებული დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ყველაფერი არის ხელით შესრულებული. შეხედეთ, ქალბატონო ქეთი, შეხედეთ, ძაფებს შეხედეთ, ყველაფერი არის ხელით შესრულებული და ეს საჩუქარი არის ჩვენგან, ჩვენი ოჯახიდან, ჩვენი კომპანიიდან თქვენს ლამაზ ქართულ ოჯახს. ეს ორი საჩუქარი. აქ რა არის? კამფეტი ხო არ არის? კოტე, კამფეტი ხო არ მოგიტანია? ეს კიდევ ერთი საჩუქარია? აქ რა არის? მოდი, ყველაზე მაგარი საჩუქარი. შენ კი გაცვი ახლა ეს ფორმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ხარ, მაგრამ მეც ჩემპიონი ვარ. ეს არის ჩემგან საჩუქრად. ეს არის დუბაიში გაკეთებული მაიკა, თუ რა ქვია? მაისური. შეხედეთ. სპეც ჩეკვეთა. შეხედეთ. მობრძანდით. აი ეს არის ყველაზე მთავარი და ეს შენ სახში უნდა კონდეს ჩვენი სახელით. ახლა რა არის აი აქ? მოდი დავიწყოთ ესე. შრომა უნდა ყველაფერს. აი ეს გინდა გირჩევნია, ეს გირჩევნია თუ $5,000 თუ საჩუქარი. საჩუქარი $5,000 პატარა ფული არ არის. $5,000 თუ ეს კარგი. მოდი, ქეთი, მოიწიე დამეხმარე. აქ ქუთაისელები ელოდებიან, ხო იცი? და ქუთაისელები არაფერს არ შეგარჩენა რო იტყვი. ნამდვილად ეგრეა. ჩემი ძმები არიან. $10,000 თუ აი ეს პატარა 5 უბრალოდ პატარა კამფეტები ყრია შიგნით, ხო? და $10,000 იყიდეს 9 ტონა თქვენ დროს ირისის კამფეტი იყო, ხო? $10,000 თუ ირისის კამპისა, თუ ეს რაღაც პატარა ნივთი. ეს პატარა 5. ჯო, სამეგრელოში ხო არა ყავს ვინმე შენ აცნობი ან ახლობელი ან შინაური. მოდი კიდევ ერთჯერ ვიტყვი და მე არ დამაბრალო. $15,000 თუ ეს საჩუქარი.
მაშინ რა ვქნათ? სხვა გამოსავალი არ არის. თქვენ ეს საჩუქარი ნამდვილად დღეს ჩვენი ოჯახის, ჩვენი კომპანიის სახელით, აი ამ ბიჭების სახელით თქვენ ეს გეკუთვნით, აჩვენეთ ეს ბიჭები. აი ეს ბიჭები არიან ჩვენი მარჯვენა ხელი. აი წარმოიდგინეთ 3 საათზე, აი არ ვიცი ახლა მართლა გეუბნებით, ბიბლია რო იყოს, ხელს დავდებდით. 3 საათზე ეს გადაცემა რო ვნახე, ძალიან მეწყინა და უცებ 3 საათზე ჩაფიქრებული აი ამ ბიჭებმა ამასრულებიეს და იმდენი ირბინეს, რომ ჩვენ დღეს ამ სიტყვას აქ ვამბობ და მე მინდა ყველა თქვენთაგანს დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ბიჭებო, მოდი ეს საჩუქარი, მოდი გავხსნათ თუ რა არის ეს საჩუქარი. რა არის ეს საჩუქარი, რომელიც $15,000 არ დაჯერდა და მაინც აერჩია საჩუქარი, პრიზი. რა არის ეს? ვინ იცის რა არის ეს? ეს არავინ არ იცის რა არის. და მოდიქეთი რა არის? მიდი აბა, მიდი. აх, მათემოტორსის რაღაცა მათემოტორსის ბრენდირებული. აი უყურე, როცა გეუბნება ჭკვიანი კაცი უნდა დაუჯერო. ხო გითხარით $15,000 და ახლა აი შეხედე რა მოდის? რაღაცა კიდე და თქვენ დღეს საჩუქრად გადაგაცათ BYD-ის ავტომობილი, რომელი მოდელი? სიგული. BYD სიგულის ავტომობილი. გილოცავთ. და მოდი მობრძანდით. მოდით ბიჭებო, მობრძანდით და მოდით ვნახოთ ახლა კეთი. მოდი ვნახოთ ეს ავტომობილი. ერთი წუთით მობრძანდით. თქვენ ხართ მსოფლიოს ჩემპიონი და ეს თქვენ ესე გადახსენით თქვენი ხელით. მოწიე. გილოცავთ, დააგდე. გილოცავთ, ბიჭებო. გააღეთ კარები. მოდით კარები გააღეთ. ვაჩვენოთ. ეს არის ელექტრომობილი. შუქი აქეთ მოაბრუნეთ ბიჭებო. ეს არის ელექტრომობილი. მობრძანდით, ეს გავწიოთ ცოტა. მობრძანდით, დაბრძანდით. ეს არის BYD-ის ელექტრომობილი, რომელიც გადის 500 კილომეტრამდე თუ 405 კილომეტრი. 405 კილომეტრს. მოდი, კიდევ ერჯერ გვინდა მოგილოცოთ ის გამარჯვება, რომელიც თელმა საქართველომ იზეიმა და ეს ავტომობილი დღეიდან არის პირადად თქვენი. და ნახეთ, აი ამ ავტომობილზე, იმ სიდენიებზე არავინ ნაჯდომი არ იყო და პირველად თქვენ დაბრძანდით და თქვენ ამის ღირსი ხართ. შეხედეთ, გელა ბარკალაია, გისურვებთ წარმატებებს და დღეიდან თქვენი ოჯახის წევრი, ძმა და მეგობარი იქნება მათე ბარკალაია, ჩემი შვილიშვილები, მე და მთლიანად ჩემი გუნდი, ჩემი კოლექტივი. რა სიტყვი ჩემს გუნდს და მთლიანად საქართველოს. მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველა თქვენს მოკლედ იმის გამარჯვება ხო მაგარი იყო მესამე. დიახ. მაგარი იყო და ჩვენ ყველანი, ჩემი გუნდი და მთელი საქართველო ჩვენ ვართ
აფთოვანებულები. გასაღები აქაგაკ, საჩუქრები ეგერგაკ, ავტომობილი დატენილია და ჰერი ქუთაისისკენ. აბა კიდევ ერჯერ ქეთი მიულოცოთ აი ამ კარკარს. მოახდან გილოცა. დედაშენს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რომ იქ აეროპორტში დაგხვდა. დედა დაგხვდა და ეს არის დედა და კარგი დედის გაზრდილი. დედაშენის დამადობით ყველა დედას ვადღეგზელებ სულითა და გულით. აი დედა, კიდევ ერჯერ დავrწმუნდით, რომ დედა მივიდა და დამარცხებულიც რომ ყოფილიყავი, დამარცხებულ შვილსაც დედა დახვდებოდა, მაგრამ რატომ დამარცხებული? დახვდა მესამედ გამარჯვებულ შვილს. გილოცავ კიდევ ერჯერ წარმატებას. მადლობა.